მე ვიყავი ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი, ფსიქოლოგიური, ფიზიკური და ასე შემდეგ და ამ ყველაფრის გავლა და დალაგება ძალიან რთულია. აქ არ არის მარტო ემოცია, აქ არის შიში. თუმცა შიშის ემოცია, მაგრამ შიში, მსხვერპლი ხარ, ამ ყველაფრის გააზრება იმისა, რომ იმე არ ყვარები ხარ, აი რაღა და ამ ყველაფერში სხვანაირად დალაგებული გქონდა, ცხოვრებაც სხვანაირი იყო და შენი გადადგმული ნაბიჯით და შენი ნათქვამი კით იმ ყველაფერზე თქვი მე არა, რაც დალაგებული გქონდა. რამაც პოპულარობა მოგიპოვა, მეგობრები, უამრავი, რომელიც უცებ ერთ დღეს დაკარგდა და შემდეგ და თან ის სიხარული, რომელიც ორმა უნდა გაიზიარო, ძალიან ცოდვა ადამიანი, როცა მარტო იზიარებს. მე თანდათან ჩემი თავი ძალიან მენანება, იმისთვის, რისთვისაც გავიმეტე. მეწოდებას არ ვამბობ, იმიტომ რომ არ მეწოდება. მენანება, რისთვისაც გავიმეტე, იმიტომ რომ ის სიხარული, რაც შვილის დაბადებას მოყვება, ორმა ადამიანმა ერთმანეთს უნდა გაუზიაროს და ერთად გაიხარონ და ამ ყველაფერს აკეთებ შენ მარტო. ეს არის აი ფსიქოლოგიურად ძალიან რთული.